ვიქეცით საგარეო საქმეების კომენტატორებად რეალურად იმის მაგივრად რომ შიდა საკითხებზე ფოკუსირდეთ. ცალსახად მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირზე ვილაპარაკოთ რა სიკეთეებს მოუტანს ეს საქართველოს, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვინც მანამ არ ირწმუნებს რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობას და ამის აუცილებლობას, სანამ ვერ დაინახავს რომ მის პირად კეთილდღეობაზე გადის ეს ყველაფერი. სერბეთში, ვენესუელაში, ჩილეში ყველგან ოპოზიციის კონსოლიდირება და ცვლილება ხდებოდა მაშინ, როდესაც ოპოზიციაც სამოქალაქო საზოგადოებაც მთლიანად შიდა საკითხებზე გადაეწყობოდა და იმხელა შიდა ლეგიტიმაცია ჰქონდა თვითონ ოპოზიციას, რომ შემდეგ უკვე საგარეო ეს კომპონენტი დამატებით თვითონ მოდიოდა. ხო, როდესაც შენ დაარწმუნებ შენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ შენ ხარ უკეთესი ალტერნატივა, ის საგარეო საკითხები მერე თვითონ მოდის. აქ მეორე მომენტია, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია ხანდახან მკითხაობას გავს. ხო, არასდროს არ იცი ხვალ გეოპოლიტიკური სიტუაცია როგორ შემოგიბრუნდება. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ვიღაც სხვამ უნდა გააკეთოს ჩვენი საქმე, რომ თქვა დაასანქცირებენ რეჟიმის წარმომადგენლებს და ამით რეჟიმის შესუსტება და ჩამოინგრევა, თუმცა ვნახეთ, რომ ბევრი ადამიანი დასანქცირებულია, ბევრის დასანქცირება კიდევ ველოდებით. ამ სანქციებს, მაგრამ მხოლოდ სანქციებით რეჟიმი არ ჩამოიშლება. ხო, საჭირო არის მკვეთრი პოლიტიკური ალტერნატივა და შიდა ლეგიტიმაციის ჩამოშლა.